აზარმაცებს თუ არა ChatGPT ჩვენს ტვინს დაინტერესდებოდი ალბათ. ახალი კვლევის მიხედვით ასეა. როცა ესე ChatGPT-ს დახმარებით ვწერ, ტვინის ნერვული აქტივობა და სიცოცხლის უნარიანობა მცირდება. დაწერილი ტექსტი, ზედაპირული, შთაგონებას მოკლებული და ასე ვთქვათ უსიცოცხლოა. იგი ნაკლებადაც გვამახსოვრდება. ექსპერიმენტი 54 ადამიანზე ჩაატარეს. მათ რთულ საკითხებზე რამდენიმე ესე უნდა დაეწერათ. ერთ ჯგუფს ChatGPT-ს გამოყენების უფლება ჰქონდა, მეორეს Google-ის საძიებო სისტემის, ხოლო მესამე ჯგუფი სრულად დამოუკიდებლად მუშაობდა. როგორც ჩანს, ChatGPT-ს გამოყენებამ ადამიანების ტვინზე ხანგრძლივად მოქმედა. როცა უკვე მისი დახმარების გარეშე მოუწია დავალების შესრულება, ტვინი სრულფასოვნად მაინც არ იყო ჩართული პროცესში. ისინი ხელოვნური ინტელექტისთვის დამახასიათებელ ლექსიკასაც იყენებდნენ. მათი ნაწერები ინგლისური ენის მასწავლებელმა შეაფასეს. ChatGPT-ს მიერ დაწერილი ესეები ტექნიკურად სრულად გამართული აღმოჩნდა, თუმცა შინაარსი სიცოცხლისგან აბსოლუტურად დაცლილი და ზემეტად ჩვეულებრივი იყო. ასევე პირადი პერსპექტივაც ეკვდა. გამოდის, წერისას მხოლოდ ტექნიკური გამართულობა საკმარისი არაა. ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გვეხმარებოდეს, მაგრამ თუ სრულად მივენდობით, შეიძლება აზროვნება ისე კარგად აღარ გამოგვივიდეს. კვლევაზე უფრო დეტალურად ამ სტატიიდან გაიგებ.